შემდეგი თემა, რომელიც უნდა წარვადგინოთ, აუცილებლად დაინტერესებს პირველ რიგში მათ, ვინც სამსახურს ეძებს აქტიურად. გეტყვით, რომ HR Hub-ის ორგანიზებით 17 მარტს ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში ღონისძიება ჩატარდება ფესტივალი, ასე ვთქვათ, დასაქმების ყოველწლიური და მასში 20-ზე მეტი კომპანია მიიღებს მონაწილეობას, სხვადასხვა ძალიან აქტიური, ასე ვთქვათ, სიტყვა დამავიწყდა ვაკანსიებით. ჯონი არ შემახსენა. ცოცხალითავი. ხო, რა თქმა უნდა. რა საკვირველია ეს ინფორმაცია, როგორც უკვე აღნიშნე პირველ რიგში მათ დაინტერესებს ვინც ეძებს სამსახურს აქტიურად და უფრო მეტი დეტალისთვის აუცილებლად ჩვენი სტუმარი უკეთ ისაუბრებს ყოველივე ამაზე. ეს გახლავთ HR Hub-ის დამფუძნებელი ანა ნავდარაშვილი, რომელიც მოგვიყვება ამ თემაზე. პირველ რიგში მოგესალმებით ანა, მოგესალმებით. დიდი მადლობა რომ დილიდან ჩვენთან ხართ. მადლობა თქვენ მოწვევისთვის. პირველი კითხვა ესეთია, როგორ არის დასაქმების ფესტივალის კონცეფცია? რა არის მისი მიზანი და რამდენად მნიშვნელოვანია ეს იმ ბაზრისათვის, რასაც საქართველოს დასაქმების ბაზარი ქვია? დიახ, HR Hub 2017 წლიდან მართავს მასშტაბურ დასაქმების ფესტივალებს და ამ ფესტივალების მიზანია სამუშაოს მაძიებლების დაკავშირება დამსაქმებელთან და დასაქმების ხელშეწყობა ჩვენი მოქალაქეებისთვის. სწორედ ამიტომ 17 მარტს ხვალ საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო სივრცეში გუდიაშვილის 7 ნომერში გაიმართება დასაქმების მასშტაბური ფესტივალი, დასაქმებისა და განათლების მასშტაბური ფესტივალი. აქ იქნება წარმოდგენილი 20-ზე მეტი ორგანიზაცია სხვადასხვა ვაკანსიებით. დასწრება შეუძლია ყველა სამუშაოს მაძიებელს, შეზღუდვა არ გვაქვს, რა თქმა უნდა, ნებისმიერ მსურველს აქვს შესაძლებლობა მოვიდეს ადგილზე, გაესაუბროს დამსაქმებელს და იპოვოს მისთვის სასურველი სამსახური. ფორმატი არის ძალიან მარტივი და ისეთი მოსახერხებელი, საინტერესო. წარმოდგენილი იქნება ეს 20 სხვადასხვა ინდუსტრიიდან ორგანიზაცია და მოსულ სტუმარს შეუძლია პირდაპირ არჩიოს მისთვის საინტერესო დამსაქმებელი და მოუყვეს მისი გამოცდილების ცოდნის შესახებ და დამსაქმებლები კი წარმოადგენენ მათი ცოდნის გამოცდილების კომპეტენციების შესაბამის ვაკანსიებს. აი, ცოდნაზე და გამოცდილებაზე საუბრობთ, ქალბატონო ანა და საინტერესოა ეს აუცილებელი ამბავია ამ ფესტივალის ფარგლებში, იმიტომ რომ ხო შეიძლება ადამიანს საერთოდ არ კონდეს გამოცდილება. დიახ, აქვს უფლება რომ მოვიდეს და რა მიიღოს. თქმა უნდა, ყველას ველოდებით, ყველა სამუშაოს მაძიებელს ველოდებით, მათ შორის სტუდენტებს, ახლად კურსდამთავრებულებს, ვისაც გამოცდილება ჯერ არ აქვთ და ნულიდან იწყებენ კარიერას, რა თქმა უნდა, ეს შესაძლებლობებიც არსებობს ჩვენს თან წარმოდგენილ კომპანიებში. აი რა უპირატესობა აქვს თქვათ ხვალ მოსულ დასაქმების მაძიებელს რა უფრო უპრიანია პლატფორმით მოხდეს მის მიერ ახალი სამუშაოს მოძიება თუ პირდაპირ შეხვდეს HR მენეჯერს. დიახ, ძალიან კარგი. იმიტომ რომ ყველას ხო არ აქვს ეს ამის საშუალება რომ ხვალ მოვიდეს. ვიცი რომ ძალიან დიდი ამბავი იქნება ხვალ. კი, ყოველთვის ბევრ სამუშაოს მაძიებელს მასპინძლობთ ხოლმე. უპირატესობა არის ის, რომ ხვალ მოსულ კანდიდატებს აღარ უწევს ის ბარიერის გავლა, რასაც ქვია მაგალითად ჯერ რეზიუმის გაგზავნა და შემდეგ უკვე დამსაქმებლის მიერ მათი დაბარება გასაუბრებაზე. აქ უკვე შეუძლია პირდაპირ მივიდეს დამსაქმებელთან და წარადგინოს საკუთარი თავი, ის უპირატესობები, ცოდნა და უნარები, რაც მას გააჩნია. ამიტომ ძალიან გამარტივებულია ეს პროცესი და პირდაპირ კომუნიკაციის შესაძლებლობა იქნება. აი რეზუმეებთან დაკავშირებითაც, აი რა რეკომენდაცია შეგიძლიათ მისცეთ, ხო, ეს არაერთი წელი იმართება ფესტივალი და გამოცდილებაც ძალიან დიდია ალბათ. როგორც ერთ დამსაქმებლის მხრიდან, ასევე დასაქმებულის და საინტერესოა რა რეკომენდაცია შეგიძლიათ მისცეთ, როგორი მომზადებულები მივიდნენ გასაუბრებლად. დიახ, მადლობა კითხვისთვის. ფესტივალზე ჩვენ შესაძლებლობა გვექნება, რომ მოწვეული კონსულტანტი ყავს, კარიერის კონსულტანტი, რომელიც ადგილზე მოსულ კანდიდატებს კარიერულ რჩევებსაც მისცემს და შემდეგ უკვე შეუძლიათ კანდიდატებს გადაინაცვლონ დამსაქმებელთან. ეს ძალიან კარგი შესაძლებლობაა, რომ უფრო მეტად მომზადებულები მოვიდნენ. რაც შეეხება წინასწარ მომზადებას, რა თქმა უნდა, სასურველია, რომ მზად ჰქონდეთ CV გამზადებული ან LinkedIn-ზე პროფილი. ჩვენ ვიცით, რომ LinkedIn ეს არის სოციალური ქსელი, პროფესიული სოციალური ქსელი, სადაც სასურველია, რომ ყველა სამუშაოს მაძიებელი და ყველა პროფესიონალი ამა თუ იმ
სფეროს წარმომადგენელი იყოს დარეგისტრირებული, ამ პლატფორმაზე შეგიძლიათ მიუთითოთ თქვენი განათლების შესახებ, გამოცდილების შესახებ, უნარების შესახებ, რასაც ფლობთ და ინტერესის შესახებ, რომელი სფეროა თქვენთვის საინტერესო. ეს ონლაინ პლატფორმაზეა და პირდაპირ შეუძლია დამსაქმებელს, რომ აქ მოგძებნოთ, რაც ძალიან კომფორტულია და ხშირ შემთხვევაში ონლაინ ციფრულ არხებში აქეძებენ სამუშაოს მაძიებლებს დამსაქმებლები, ასე რომ ეს ძალიან კარგი შესაძლებლობაა. თუ ეს პლატფორმა არ აქვთ, შეუძლიათ რომ CV იქონიონ თან, ეს რეზიუმე, სადაც ასე მოკლედ იქნება წარმოდგენილი ინფორმაცია ცოდნის გამოცდილების შესახებ. CV-ს ნაწილში რჩევებს, რასაც ვაძლევთ ხოლმე კანდიდატებს, ეს არის ის, რომ დაიწყონ მისი განათლების შესახებ ჯერ ინფორმაცია წარმოადგინონ, შემდეგ უკვე სამუშაო გამოცდილების შესახებ, ოღონდ დაიწყონ უკუსვლით ჯერ მიმდინარე, ვთქვათ, სადაც ახლა მუშაობს და შემდეგ უკვე ასეთი არის, თუმცა შეიძლება ასეთი არის, დიახ, თუ კი ასეთი არის მისი წინა სამსახურების შესახებ მოყოს. რა თქმა უნდა, თუ სტუდენტია არ იქნება გამოცდილება, აქ მნიშვნელოვანია რომ აქცენტი გააკეთოს მის უნარებზე, რა უნარები აქვს, რომელიც დამსაქმებლისთვის შეიძლება საინტერესო იყოს. გამოცდილება შეიძლება არ კონდეს, მაგრამ კონდეს მაგალითად სწრაფი ახალი ინფორმაციის სწრაფად გააზრების, ახალი ინფორმაციის სწრაფად სწავლის უნარი, რასაც დამსაქმებლები ძალიან აფასებენ, იმიტომ რომ დამსაქმებელს ხშირ შემთხვევაში ურჩენია, რომ გამოცდილების გარეშე მიიღოს კანდიდატი სამსახურში და ის მოერგოს მათ კორპორატიულ კულტურას, განავითაროს და გახდეს ამ ორგანიზაციის ორგანული ნაწილი. ხვალ 20-ზე მეტი დამსაქმებელი იქნება წარმოდგენილი თქვენს ფესტივალზე. რომელი პროფესიებია ყველაზე პოპულარული და სად იგრძნობა ყველაზე უფრო მეტად დეფიციტი? კი ბატონო, დეფიციტი მაინც ყოველთვის იმ პოზიციებზეა, სადაც მაღალია გადინება თანამშრომლების. ეს ის პოზიციებია, მაგალითად, რომელიც წარმოდგენილია რიტეილ სექტორში, მაღაზიათა ქსელებში, მაგალითად, ფარმაცევტულ კომპანიებში. რაც შეეხება მოთხოვნად პროფესიებს, აქტუალურია ძალიან ტექნოლოგიების მიმართულებით პროფესიები, UI UX დიზაინერი, მაგალითად, AI-სთან ჩვენთვის ხელოვნური ინტელექტთან დაკავშირებული პროფესიები, ინჟინრების თაზე ძალიან მაღალი მოთხოვნა, ასევე სამედიცინო სფეროში ექიმებზე, ექთნებზე არის ძალიან დიდი მოთხოვნა. იქნებიან ვინმე სამედიცინო დარგიდან? დიახ, სამედიცინო დარგიდანაც იქნებიან წარმოდგენილი კომპანიები, ფარმაცევტული კომპანიები, სასტუმრო სექტორი იქნება აქტიურად წარმოდგენილი, საფინანსო სექტორი, ასე რომ ყველას ექნება შესაძლებლობა, რომ მისთვის საინტერესო მიმართულებას შეხვდეს. აი რა საოცარი ამბავია დალი, რომ თითქოს საქართველოში რო არის მედიცინის მუშაკთა რაოდენობა, მე მგონი ევროპაში პირველ ადგილზე ვარ და მიუხედავად ამისა, მაინც არის აქ ძალიან დიდი დეფიციტები, განსაკუთრებით აი საშუალო მედპერსონალზე არის ძალიან დიდი მოთხოვნა ექთნებს გულისხმობ. და ხო. ძალიან დიდი მოთხოვნა, იმიტომ რომ ზოგიერთ თანამშრომელს უწევს რამდენიმე კლინიკაში მუშაობას. ეს არ არის მხოლოდ საქართველოს რეალობა, სხვათა შორის მსოფლიოში დგას აი ამ საშუალო სეგმენტზე მოთხოვნა. იცით, ქალბატონო ანა, კიდევ საინტერესოა ამ წლების განმავლობაში ხომ საკმაოდ დიდი გამოცდილება გექნებათ დაგროვებული და სტატისტიკა როგორია შედეგებზე, რო ვთქვათ ერთი-ორი სიტყვა? შედეგები ძალიან კარგი გვაქვს, მოსული კანდიდატების სადღაც 30-35% ყოველთვის პოულობს სამსახურს, იმიტომ რომ თვითონ ბაზარზეც არის მოთხოვნა, არის ვაკანსიები, რაც ძალიან კარგია და ასე რომ მოქალაქეებს მართლაც რეალური შესაძლებლობა აქვს, რომ იპოვონ სამსახური. აი კომპანიების ჩართულობაც მაინტერესებს გავს ფესტივალებში უშუალოდ დამსაქმებლების. თქვენ რაიმე კრიტერიუმებით არჩევთ ამ კომპანიებს თუ ვისაც სურვილი აქვს ნებისმიერ შეუძლია მიიღოს? ვისაც სურვილი აქვს შეუძლია ნებისმიერ კომპანიას მიიღოს მონაწილეობა, ახლა შეუძლიათ რომ შემოგვიერთდნენ. HR Hub-ზე არის გამოქვეყნებული ანონსი, როგორ შეუძლიათ დამსაქმებლებს რომ ჩაერთონ და შემოგვიერთდნენ. ნებისმიერ მსურველ ორგანიზაციას შეუძლია მონაწილეობის მიღება. ძალიან ხერხებელია დამსაქმებლისთვისაც ეს ფორმატი, რადგან აქ შეუძლიათ მათ რომ წარმოადგინონ რა უპირატესობები აქვს თითოეულ კომპანიას, როგორც დამსაქმებელს, რითია საინტერესო კანდიდატებისთვის, როგორი სამუშაო გარემო აქვს, რამდენად ზრუნავენ თანამშრომლებზე და რამდენად საინტერესო პირობებს თავაზობენ. ამიტომ ეს პლატფორმა მათთვისაც საინტერესოა და ყოველთვის მოხარული არიან ჩაერთონ ჩვენს ფესტივალებში. აი თქვენი HR Hub-ი, რომელიც
თქვენს მიერ იქნა, თქვენი პირმშუა, ასე ვთქვათ. რამდენი ხანია რომ ფუნქციონირებთ, საიდან გაჩნდა შექმნის იდეა და ეს გასაგებია რომ ფესტივალი იმართება წელიწადში ერთხელ თუ ორჯერ, ხო? მთელი წლის განმავლობაში როგორია თქვენი საქმიანობის ძირითადი მიმართულებები? კი. HR Hub 2015 წლიდან არსებობს ბაზარზე და HR Hub აერთიანებს ბევრ სხვა მიმართულებას გარდა მასშტაბური დასაქმების ფესტივალებისა. ჩვენ ვატარებთ HR Business Summit-ს, რომელიც არის წლის მთავარი HR ღონისძიება HR პროფესიონალებისთვის, რომელიც წელს 7 მაისს ვილამოსავალი event hall-ში გაიმართება. ეს არის HR მენეჯერებისთვის მთავარი პროფესიული ღონისძიება, რომელსაც მთელი წლის განმავლობაში ელოდებიან. გარდა ამისა, HR Hub-ში გვაქვს მედია მიმართულება, ჩვენ წერთ სტატიებს, ინტერვიუებს დამსაქმებლებისთვის და კანდიდატებისთვის და გვაქვს ასევე HR სკოლა და აქ ვავითარებთ ახალგაზრდა HR პროფესიონალებს, რომლებიც მერე უკვე იზრუნებენ თანამშრომლებს კომპანიაში. იდეა ზუსტად აქედან გაჩნდა, რომ შეგვექმნა ერთიანი გაერთიანება სხვა შორის პირველად საქართველოში HR მენეჯერებს. ძალიან დიდი მადლობა. დიდი მადლობა. ანა ნავდარაშვილი იყო ჩვენი სტუმარი.